ოცნება მიცის, რომ უბსკულთან დგას და ერთი ნაბიჯი უკან რო გადადგას, აუცილებლად გადაიჩეხება. შესაბამისად, იგი ყველანაირად ცდილობს, რომ პოზიცია არ დათმოს. შესაბამისად, მათ კარგად იციან, რომ BBC-ს საგამოძიებო პროდუქტი არ მზადდება ესე უბრალოდ, შეიძლება იქ რაღაცა საინფორმაციოში რაღაცა გაიპაროს, რაზეც BBC ბოდიშსაც მოიხდის და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის დატოვებს თანამდებობას, მაგრამ როდესაც ესეთი სერიოზული საგამოძიებო მასალა მზადდება, რატო შესთავაზეს იმას, რომ ანონიმურად უნდა დარჩეს? BBC ჟურნალისტებმა დაადასტურეს, რასთან ჰქონდათ საქმე. შესაბამისად, ისინი მიხვდნენ, რა საფრთხე შეიძლება გამოეწვია უკვე იმ ადამიანებს, რომლებიც დაეხმარნენ. ხო, ოფიციალური დოკუმენტაცია მიაწოდეს და მაგიტო შესთავაზეს რესპონდენტს ანონიმურად დარჩენა. იმიტომ რომ BBC-მ კონკრეტულად გამოიკვლია ეს საკითხი და მაღალი ალბათობით დაადასტურა, რომ საქმე შესაძლოა იყოს ქიმიურ მომწამლელ ნივთიერებასთან, რომლის გამოყენებაც დაუშვებელი არის. მაგრამ ჩვენი ამ ესეთი ხელისუფლებისთვის, უბრალოდ ხელისუფლების მიმტაცებლისთვის, რომელმაც იცის, რომ ერთი ნაბიჯი უკან და იგი გადაიჩეხება და უკვე არანაირი რესურსი არ აქვს მას, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ქიმიური იარაღის გამოყენებაც კი არაფერი არ არის. ეს ქიმიური იარაღი რა არის? ხო, ვიცით, რომ აბა რატო არ მიმართა ამდენმა ადამიანმა საავადმყოფოს, რატომ არ არიან მოწამლულები. გავიხსენოთ პირველი რეაქციები ქართული ოცნების წევრების, როდესაც ისინი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე კი არ ამახვილებდნენ ყურადღებას, არამედ იმ კვლევაზე, რომელიც აქ ადგილობრივად ჩატარდა. იმ ნაწილზე, სადაც საქართველოს მოქალაქეები საუბრობდნენ იმ გამოვლენებზე, რომლებიც საკუთარ თავზე ჰქონდათ, მაგრამ ქართული ოცნება სწორედ მაგას უთყავდა, რომ პროპაგანდისტული ტელევიზიების კითხვებიც აქეთკენ იყო მიმართული, რომ აბა ეს ნივთიერება საიდან მოიტანეთ, თქვენ საიდან საუბრობთ? არა და მათ არ უსაუბრიათ ამ ნივთიერებაზე. ეს იყო პირველი ეტაპი, რომ დრო მოეგოთ. შემდეგ ქართულმა ოცნებამ გააკეთა რა, ის რაც გახსნა BBC-მ, რამენაირად ოცნებას უნდა დაეხურა და ირაკლი კობახიძეს უნდა ეთქვა, რომ გამოძიება ჩატარდა, საკითხი დახურული არის. რეალურად მათ ამისთვის დაიწყეს ეს 4 დღიანი ვითომ გამოძიება, რომ რაღაცა დაიწყეს, რაღაცა დაამთავრეს და კობახიძემ ამითი საკითხი ვითომ დახურა, ხო? მე ეს ჭავლი მომხვდა და ქურთუკმა უბრალოდ გადამარჩინა, კაპიშონიანი ქურთუკი იყო და შემდეგ რო გაშრა, აი მთელი ეს მხარი, საიდანაც წყლის ჭავლი მომხვდა, იყო თეთრ ფხვნილში დაფარული. ასევე არის კადრები, სადაც ჩანს, ხო? ანუ ელემენტარულად ის საშუალებაც კი მაღალი კონცენტრაციით, რომელიც შეიძლება იყოს დასაშვები გამოყენებული, მაგრამ კონცენტრაციის დოზა თუ იყო მაღალი, ესაც კი უკვე დანაშაულია. არა თუ ის ნივთიერებების გამოყენება, რომელიც აკრძალული არის, ხო? მეც საკუთარ თავზე გამოვცადე ის მავნეზე გავლენა, რომელიც არა თუ უმალ მან 2-3 დღეში ვლინდება, არამედ ერთ თვეში, როდესაც ძილის პრობლემა გექნება ადამიანს და ვერ ხვდები რა გჭირს. ქართული ოცნება მიდის წასული არის ვაბანკზე. ჩვენ არ უნდა ჩავყვეთ მას დეტალებში. იგი ყოველთვის ცდილობს, რომ დეტალებში ჩაგვიყვანოს, რათა მე რაღაცას სადღაც გავჭედოს და შემდეგ ახალი თემა შემოიტანოს, რომელზეც ჩვენ გადავერთვებით და ეს ბოლო 1 წლის განმავლობაში, ხო, საქართველოს სახალხო დამცველმაც თქვა, რომ ნაწამებია ხალხი. გამოიყენეს აგერ მაღალი ვარაუდით, რაც გამოსაძიებელი არის ქიმიური იარაღი. რატომ არ არის ეს საკმარისი? აი მოდი მაგაზე დავფიქრდეთ. რატომ არ არის ეს ფაქტები საკმარისი, რომ მტკიცეთ საქართველოს მოქალაქეებმა მოთხოვონ პასუხი ხელისუფლებას და რატო არ არის საკმარისი, რომ იგი გადადგას? ბულგარეთში მთავრობა გადადგა იმის გამო, რომ ხალხმა ბიუჯეტის პროექტი გააპროტესტა. ორკვირიანი პროტესტის შემდეგ უბრალოდ მთავრობა გადადგა, ხო? ჩვენთან ქიმიური იარაღს იყენებენ. გვცემენ უმოწყალოდ, სახის ჯულებს ულეწავენ ხალხს. ივლისის ამბებიც გამოსაძიებელია იმ მიმართულებით, რა ნარატივი ჰქონდა პოლიციას და რატო არ ჩაერია პოლიცია ჟურნალისტებზე თავდასხმის აღსაკვეთად. ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა ჟურნალისტებზე მათ დასაშინებლად. ესაც გამოსაძიებელია და ესაც არის დანაშაული, ხო? ხო და მე მგონი დღევანდელი სტრასბურგის გადაწყვეტილება იძლევა ყოველ შემთხვევაში იმის იმედის საშუალებას, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ გვჯეროდეს, რომ აქ ყველაფერს შეიძლება მოდი არ გამოვრიცხოთ, რომ ქართულმა ოცნებამ ხვალაზე შეიძლება თქვას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ჩემთვის აღარ არის. ჩალის ფასია. ჩალის ფასი აქვს და საერთოდ გამოვდივარ ამ შეთანხმებიდან და აღარ ავასრულებ ამ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ სტრასბურგის სასამართლოს deep state-ი მართავს. აი მოდი აი ამ პარადიგმაში მე აი რას ვეუბნებით მოსახლეობას, რომ არა იტყუება, ამას უკვე აკეთებს. ეს უკვე აპრობირებული მეთოდიკა არის, ხო? ეს არის დროში გაწელილი კარგი ფსიქოლოგიური ოპერაცია. გიორგი წვიტავას ყავდა ძალიან კარგი სტუმარი ქალბატონი ლელა გვარი არ მახსოვს, ფსიქოლოგია არის თესეოს ასოცირებული პროფესორი არის და იგი ძალიან კარგად ხსნის რა მეთოდოლოგიას იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ, ხო? ეს არ არის უბრალოდ რაღაცა თამამი ადამიანი ყოველთვის არის, მართალი ადამიანი თამამია, ხო? მათ შორის პოლიტიკოსი. როდი გავიხსენოთ ქართული ოცნების რომელი წარმომადგენელი წარსდგა მოქალაქის წინაშე, ვისაც რაიმე პრეტენზია ჰქონდა. გავიხსენოთ ბოლოს, როდის იყო ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელი პირისპირ დებატში ოპონენტთან.
აღარ გავიხსენოთ, როდის გველაპარაკებიან ისინი არა მესიჯბოქსით და არა იმ სასურველი გარემოდან, რომელშიც ისინი არიან. მათ შეიქმნეს საკუთარი კომფორტის ზონა, ისინი დისტანცირდნენ მოსახლეობისგან, მოქალაქეებისგან და ახლა ამბობენ, რომ არაფერი ჩვენ მართლებიოთ. არა, პატივცემულო მაყურებლებო, არ ვიცი, კიდევ თუ ჭირდება ხალხს ამის შეხსენება, რომ ამდენი რაღაცა მოხდა და ამაზე ჩვენ თუ ის რეაქცია არ აქვს, ესე იგი პრობლემაა. სერიოზული პრობლემა გვაქვს. გამოსარკვევი არის როგორ და რა უნდა დაუპირისპიროთ ამ პროპაგანდას, როგორ და რა უნდა დაუპირისპიროთ ამ ფსიქოლოგიურ და პირდაპირ ფიზიკურ ტერორს, რომელსაც ქართული ოცნება ჩვენ წინააღმდეგ ახორციელებს.